მოგესალმებით ჰოროსკოპი ჯის მენელს მაყურებელს მე ასტროლოგი მიხეილ ცაგალი წარმოგიდგენთ უახლოესი ერთი კვირის ზოგად ასტროლოგიურ პროგნოზს საუბარი 21-27 აპრილის შუალედში მდინარე ასტროლოგიურ მოვლენებზე და პირველში აღნიშნოთ რომ ეს უკვე პერიოდი საინტერესოა იმ კუთხით რომ დედამიწა გადადის უარყოფითიან რგოველში ამიტომ ცოტა მეტი სიფრთხილეა საჭირო და მინდა გითხრათ რომ მთელი მაისი იქნება უარყოფითიან რგოველში რის გამოც საერთო სიტუაცია დაეძაბება მსოფლიოში მათ შორის ჯანმრთელობის პრობლემა შეიძლება ეჩინონ თავი იდეების რეალიზაცია ცოტა მეტ სირთულეებს შექმნის, იმიტომ რომ ურთიერთგაგება ასევე შემცირდება ადამიანებს შორის ამ ზეგავლენის შედეგად და კვირას გველოდება ასევე ჩვენ ახალმთვარეობა. ახალმთვარეობა ეს არის მზის და მთვარის ენერგიების შეერთება კურო ზოდიაქოს ნიშანში, რაც ითხოვს განსხვავებულ ყურადღებას ყელის ენდოკრინული სისტემის სწორი ნაწლავის ზონების მიმართ და ასევე აქ ტრავმების, ავარიების, სტუნებების, შეცდომების ტენდენცია, კონფლიქტების, აგრესიულ-დეპრესიული გამოვლენების ტენდენცია, რაც უკვე ამასთან დაკავშირებით მოიმატებს. ამიტომ კვირა დღე გავიაროთ ყველა მთხილად, წინდახედულად არაფერი მნიშვნელოვანი სარისკო აქ არ დავნიშნო და ვეცადოთ რომ ეს დღე რაც შეიძლება მშვიდობიანად შემოქმედებითად გავიაროთ ყოველგვარი კონფლიქტების და საქმეთა გარჩევის გარეშე. რაც შეეხება ახლა ცალკეულ ზოდიაქოს ნიშნებს, აღნიშნოთ რომ აი ვერძისთვის მაგალითად ეს პერიოდი გარკვეულ სირთულეებთან იქნება დაკავშირებით, იმიტომ რომ სირთულეები დაკავშირებული იქნება ფინანსურ კაპიტალ დაბანდებების აუცილებლობასთან. ასევე აღნიშნოთ რომ შეიძლება მოგიხდეთ ზოგიერთი რთული საკამათო სიტუაციების მოგვარება, მათ შორის სამსახურში ასევე სახლში და აი ეს უკვე გამოვლენებებია იმისა, რომ დედამიწა უარყოფითიან რგოველშია და ცოტა მეტ სირთულეებს უქმნის ყველა ზოდიაქოს ნიშნებს. თუმცა არის დადებითი ტენდენცია, მაგალითად ადრეულ პერიოდში თუ თქვენ აქტიურად იმოქმედოთ, აი ბოლო ერთ თვის განმავლობაში საინტერესო პროექტები განახორციელეთ, მაშინ ამას შეიძლება ახლა ფინანსური დივიდენდები მოგიტანოთ და ამ კუთხით გაუმჯობესოთ თქვენი მატერიალური მდგომარეობა. ყველაზე კარგი იქნება თქვენთვის 21 და 25 აპრილის დღეები და ეს რიცხვები და არ ვარგო 23 და 27 აპრილის დღეები ეს რიცხვები, რომელიც ცოტა ფრთხილად და წინდახედულად უნდა განვლოთ. რაც შეეხება კურო ზოდიაქოს ნიშნებს, აქ ენერგოტონუს კურო არუჩევის პირიქით ახლა თქვენი დროა, მზე გადავიდა თქვენ ზოდიაქოს ნიშანში, უბრალოდ არ გაგიმართლათ იმ კუთხით, რომ დედამიწა ამ დროს უარყოფით ენერგოველში ცოტა აფერხებს ამ პოზიტიურ ტენდენციებს, მაგრამ ის რომ ორგანიზმი ძლიერია და შრომისუნარიანია, ეს უდავოა და ფაქტია. მაგრამ ამავდროულად ირგვლივ ყოფნი ადამიანები უფრო დაძაბულები არიან, უფრო ნევროზულები არიან. ამიტომ ამას შეიძლება გამოიწვიოს ზოგიერთ შემთხვევაში ურთიერთგაგების შემცირების ფონზე კონფლიქტები. ამიტომ ამ ხრივ ცოტა ყურადღებით თხილად, თუმცა სიახლეებისთვის იმისთვის თქვენ შეცვალოთ ბევრი რამ თქვენ ცხოვრებაში უფრო აქტიურად, ახლებურად დაიწყო ზოგიერთი იდეების, პროექტების რეალიზაცია, საინტერესო ადამიანები გაიცნოთ ამ კუთხით. ეს პერიოდი უდავოდ კარგია, რომელიც უფრო მეტ შანსებს ამვითარებს და გაძლევს სწორედ თქვენ კუროებს სხვა ზოდიაქოს ნიშნებისგან განსხვავებით. ეს კარგია თქვენთვის 24 აპრილის დღე და ეს რიცხვი არ ვარ 22, 26 აპრილის დღეებიდან 27 უკვე ყველა ნიშანს ეხება, ფრთხილად უნდა განვლოთ. ტყუბების ზოდიაქოს რაც შეეხება, აქ თქვენი ერგოტონუს იწყებს შემცირებას, ამიტომ ჯანმრთელობა ცოტა მეტი ყურადღება დაუთმოთ, ფსიქოემოციური არასტაბილურობა, გაღიზიანება მეტად ჩანს თავს, ამიტომ კონფლიქტების ალბათობა მაღალია, შეიძლება ზოგიერთი გადაუწყვეტი პრობლემა ისევ თქვენს ასე ვთქვათ ცხოვრებაში წინ დაგიდგეთ და სხვა შორის რთული სულიერი ტრანსფორმაციის წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს ზოგიერთ თქვენთაგანი. ფარული მტრეები, ჯორები, ინტრიგები აქ უკვე აქტიურად მოქმედებენ თქვენ საწინააღმდეგოდ მოშურნეებსაც არ ძინავთ, ამიტომ ენასკველი დააჭირეთ, საიდუმლო დაიცავით ინფორმაციას, ნუ გათქვავთ თქვენი გეგმების, სურვილების, მდგომარეობის შესახებ, რათა ამ მხრივ ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლოთ, ან ძველი საქმე დაასრულოთ და შედარებით შვიდად გაიაროთ უკვე ეს კვირა. ყველაზე კარგი იქნება თქვენთვის 21-25 აპრილის დღეები და ეს რიცხვები და არ ვარგა 23 და 27 აპრილის დღეები და შესაბამისად ეს რიცხვებიც. რაც შეეხება კირჩხების ზოდიაქოს ნიშნებს, ენერგოპოტენციალი პირიქით აქ მატულობს, ან თქვენი იმუნიტეტი იზრდება, ეს ნიშანი უფრო აქტიურია, ინიციატივიანი ხდება, უფრო შრომისუნარიანი, მაგრამ აქვე მოდით ავუშვათ, რომ აქ ფარული მტრები, ასევე თქვენ საწინააღმდეგოდ აქტივიზირდებიან, მათ არ ძინავთ ამ პერიოდში კონკურენტული ბრძოლაც გაძლიერდება, ურთიერთწინააღმდეგობა ასეც მოიმატებს
და თქვენ აუცილებლად უნდა იყოთ მზად ცვლილებებისათვის, რომელიც შეიძლება მოხდეს თქვენ ცხოვრებაში. თუ ამისთვის მზად არ ხართ, ამიტომ სარგებლობენ სწორედ თქვენი მოშორნეები და კონკურენტები. ეს პერიოდი მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მზად უნდა იყოთ სიახლეებისთვის, რეფორმებისთვის, ყველა სფეროს ეხება ეს რეფორმები, სულიერ ტრანსფორმაციიდან დაწყებული, დაუშვათ თუნდაც საქმიანი კუთხით დამთავრებული, მნიშვნელოვანია მეგობართა თანადგომა, აქტივიზაცია მურთიატობებისა და რაც შეიძლება მეტი კონტაქტი ინტერნეტთან. საიდანაც შეიძლება ასევე მიიღოთ მნიშვნელოვანი ინფორმაცია და გარკვეულწილად საინტერესო ადამიანებიც გაიცნოთ. ეს გარკვეულწილად თქვენთვის 23 აპრილის დღე და ეს რიცხვი და არ ვარგა 21-25 აპრილის დღეები და შესაბამისად ეს რიცხვებიც. რაც შეეხება ლომი ზოდიაქოს ნიშნავებულებს, აქ სერიოზული კონფლიქტების პერიოდია განსაკუთრებით პარტნიორებთან, როგორც ბიზნეს საქმიან, ასევე სასწავლო პარტნიორებთან. ამიტომ ეს ურთიერთობა შეიძლება ზოგიერთ შემთხვევაში დასრულდეს კიდეც ამ საკონფლიქტო სიტუაციებიდან გამომდინარე. ამასთან ერთად ზოგიერთ შეიძლება თქვენგანი აღმოჩნდეს ფრიად საეჭვო ავანტურულ მოქმედებაში ჩართული და ამხრივაც იყოთ ყურადღებით, იმიტომ რომ ეს საგზნობად შეაფერხებს თქვენს პროფესიონალურ განვითარებას, წინსვლას, შეამცირებს თქვენს ავტორიტეტს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აქ შეინარჩუნოთ ფინანსური სტაბილურობა და არ მოხდეთ რაღაც სარისკო და ფრიად ვიმეორებ საეჭვო მოქმედებებში, რამაც შეიძლება სერიოზული პრობლემები შეექმნათ. რაც უფრო მეტად კარგ ურთიერთობებს შეინარჩუნებთ კოლეგებთან, ხელმძღვანელებთან, მით მეტად ეს ხელს შეუწყობს თქვენს, ასე ვთქვათ, პროფესიონალურ სტაბილურობას. ყველას კარგი იქნება თქვენთვის 22 და 26 აპრილის დღეები და რიცხვები. არ ვარგა 24 აპრილი და 27 აპრილი იცით, რომ უნდა ფრთხილად წინდახედულად განვლოთ, იმიტომ რომ იგი უკავშირდება კვირა დღე ახალმთვარეობას. რაც შეეხება ქალწული ზოდიაქოს ნიშნავებულებს, აქ უფრო კომფორტულად გრძნობ თავს, იმიტომ რომ ენერგოტონუსი მატულობს, ჯანმრთელობა უფრო მდგრადი ხდება, შრომის უნარიანობაც მატულობს, თუმცა ზოგიერთი იდეური ურთიერთწინააღმდეგობა თქვენსა და კოლეგებს შორის, თქვენსა და ხელმძღვანელებს შორის აქ უფრო იჩენს თავს. ზოგიერთ შემთხვევაში დედამიწის უარყოფითი არღვეველი გამოიწვევს იმას, რომ აი სხვის სიმხრიდან უსამართლო მოქმედება და შინაგანი თქვენი ურთიერთწინააღმდეგობები გარკვეულ სირთულეებს და პრობლემებს წარმოქმნიან. თუმცა პერიოდი კარგია მოგზაურობისთვის, ახალი შტაბ-ბიჭლებებისთვის, უცხოელებთან აქტიური კონტაქტებისთვის, უცხოეთში სწავლისთვის, შეიძლება უცხოელებთან ძალიან საინტერესო პარტნიორული თანამშრომლობა ჩამოყალიბდეს პედაგოგიური მოღვაწეობისთვის, რაც ხელს შეუწყობს თქვენი ავტორიტეტის დასს. ყველას კარგია თქვენთვის 24 აპრილის დღე და ეს რიცხვი და არ ვარგა 22-26 აპრილის დღეები და შესაბამისად ეს რიცხვებიც. რაც შეეხება სასწორი ზოდიაქოს ნიშნავებულებს, აქ სერიოზული კონფლიქტების და ურთიერთწინააღმდეგობების პერიოდია. აქ უკვე ესეთი პირობები იქნება, სადაც მოგიხდებათ საკმაოდ რთულ სიტუაციებში გამოსავლის პოვნა, ტრანსფორმაციები ამოსაუდნელი საქმეებში, იგივე დავუშვათ სამსახურში, ბიზნეს სფეროებში, ამიტომ თქვენ უნდა მიესადაგოთ იმ ცვლილებებს, რომელიც მოსაუდნელი ამ პერიოდში და თანდროულად. ამავდროულად აღმოჩნდით, რომ ენასკველი უნდა დააჭიროთ, საიდუმლოდ დაიცვათ, რათა არ გათქვათ ინფორმაცია, რომელიც თქვენ საწინააღმდეგოდ გამოიყენებენ თქვენი მოშორნეები და კონკურენტები. ამიტომ ვეცადოთ, რომ ცოტა ყურადღებით ვიყოთ, ენერგოტონუსი ნელ-ნელა ეცემა ჯანმრთელობასაც ცოტა მეტად გავფრთხილდით. ყველას კარგი იქნება თქვენთვის 21-25 აპრილის დღეები და ეს რიცხვები და არ ვარგა 23 და 27 აპრილის დღეები და ეს რიცხვებიც. რაც შეეხება მორიელის ზოდიაქოს ნიშნავებულებს, კარიერული კუთხით შეიძლება სერიოზული პერტურბაციები და ცვლილებები მოხდეს ამ პერიოდში. ამას შეიძლება გაამზაფროს თქვენი ურთიერთობები პარტნიორებთან, ხელმძღვანელ პირებთან. არ არის გამორიცხული, რომ ფინანსური დანაკარგების წინაშეც შეიძლება აღმოჩნდეთ. ან გარიგება ისე არ წარიმართოს, ან საერთოდ ვერ შედგეს უკვე თქვენს სულტან რაიმე ხელშეკრულება. ამიტომ სხვა სახის მოდელს ვთქვათ, ასაღელვებელი ტენდენციები მოსაუდნელია ამ პერიოდში. მთავარია კონტროლი არ დაკარგოთ იმ მოვლენებზე, რომელიც ამ დროს შეიძლება წარმოიქმნას და პარტნიორული თანამშრომლობა ძალიან ყურადღებას ითხოვს. რაც მეტად თქვენ შეინარჩუნებთ კარგ პარტნიორულ ურთიერთობებს, მათ შორის ბიზნეს პარტნიორებთან, საქმიან პარტნიორებთან ან პირად სასწავლო ურთიერთობებში პარტნიორებთან, მით მეტად იქნებით მდგრადი და სტაბილური და პირიქით. ყველას კარგი იქნება თქვენთვის 24 აპრილის დღე და ეს რიცხვი და არ ვარგა 22-26 აპრილის დღეები და შესაბამისად ეს რიცხვებიც. რაც შეეხება მშვილდოსნის ზოდიაქოს ნიშნავებულებს, ამოშოთ, რომ ენერგოტონუსი თქვენი მცირდება, ჯანმრთელობა უკვე ნაკლებად მდგრადია, საერთო არასტაბილურობა მეტად იჩენს თავს და გაუგებრობები ასევე იჩენენ თავს. ზოგიერთი გეგმები, ზოგიერთი
დავუშვათ თქვენი ეს პროექტები, რომელიც გქონდათ თქვენ წარმოჩენილი, შეიძლება კრიტიკის ქარცელში აღმოჩნდეს. ან საერთოდ არ წარიმართოს ისე, როგორც თქვენ ეს გსურთ. ან შეიძლება რაღაც ცვლილებები მოგიხდეთ, ცვლილებების შეტანა მათში. ყოველ შემთხვევაში თქვენი ვალდებულებების სფერო რადიკალურად შეიცვლება აქ. და ამიტომ მოგიხდებათ ალბათ უფრო ზოგიერთ თქვენთაგანს, ყოველ შემთხვევაში უფრო პერსპექტიული სამსახურის ადგილის პოვნაც კი. აი ეს შეიძლება წარიმართოს ყველაფერი. ჯანმრთელობას განსაკუთრებული ყურადღება უკვე ამ პერიოდში, იმიტომ რომ აქაც შეიძლება სირთულეებმა ეჩინონ თავი, რაც უფრო მეტად ტაქტიური, დიპლომატიური იქნებით კოლეგებთან, მით მეტად ეს ხელში უწყობს მეტნაკლებად ამორთქლების სტაბილიზაციას. ეს კარგი იქნება თქვენთვის 22-26 აპრილის დღეები და ეს რიცხვები და არ ვარ 24 აპრილის დღე და შესაბამისად ეს რიცხვიც. რაც შეეხება თხისკას ზოდიაქოს ნიშნავებებს, ამნიშნოთ რომ აქ უფრო მოიმატებს თვითრწმენა, ენერგია, შრომის უნარიანობა, იმუნიტეტი მატულობს თქვენი, ამიტომ ეს რასკვლელი კარგია, ხელსწავს პრაგმატულ მოქმედებას და ორგანიზატორული ნიჭის გამოვლენას, მაგრამ რადგან დედამიწა უბრალოდ ენერგოველში ასაზე ყველა თქვენზეც უკვე ნეგატიურად იჩენს თავს, სხვა სახის უსიამოვნო მოვლენებმა შეიძლება ცოტა შეარყიონ თქვენი ავტორიტეტი. არასწორად შეიძლება აქ დავუშვათ დაიდოს ხელშეკრულება, ან დავუშვათ ისეთი გადაწყვეტილებები მიიღოთ, რომელიც ფინანსური პრობლემების მომტანი იქნება შემდგომ. აი ამ კუთხით ვიყოთ ყურადღებით და ფრთხილად. რაც შეიძლება მეტად კარგი ურთიერთობა უნდა გქონდეთ შვილებთან და სასწავლო პარტნიორებთან. აი ეს სტაბილურობა ბევრად განაპირობებს საერთო სტაბილურობას, მაგრამ აქ თუ სტაბილურობას ადგილი არ აქვს, საერთო ჯამში უფრო სირთულეები მეტი იქნება თქვენ ცხოვრებაში. აი ამასაც მეაქცევთ ყურადღება. ეს კარგი იქნება თქვენთვის 23 აპრილის დღე და ეს რიცხვი და არ ვარ 21-25 აპრილის დღეები და ეს რიცხვებიც. რაც შეეხება მერწყული ზოდიაქოს ნიშნავებებს, სიტუაცია უკვე ნეგატიურად იცვლება თქვენ ცხოვრებაში. თქვენ გრძნობთ, რომ თქვენ სუსტარტოს უკვე სხვა კონკურენტები, მოშორნები უფრო მეტად იღებენ და აღნიშნოთ ისიც, რომ ერგოტონუსი ნელ-ნელა მცირდება, ჯანმრთელობა ნაკლებად მდგრადი ხდება, აქ უმჯობესი იქნება უფრო ძველ საქმეს მოგდოთ ხელი, ან დავუშვათ ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლოთ, არაფერი ახალი სარისკო განსაკუთრებული აქ უკვე ნაკლებად განახორციელოთ, აქ მეტი დრო დაუთმეთ საყოფაცხოვრებო საკითხებს. აი დავუშვათ სახლში საჭიროა დავუშვათ რაღაც დიზაინის შეცვლა, რემონტის გაკეთება, რაღაც შეიძლება საყოფაცხოვრებო პრობლემა ეჩინოთ თავი, აი მათი გაკეთებისთვის იმისთვის, რომ საოჯახო და საათასო ურთიერთობა იყოს სტაბილური, ამაზე რაც მეტად იზრუნებთ აქ სტაბილიზაციას დამყარებთ, მით უფრო სტაბილურად გაევლით ამ პერიოდს და პირიქით. ეს კარგი იქნება თქვენთვის 22-26 აპრილის დღეები ეს რიცხვები და არ ვარ 24 აპრილის დღე და ეს რიცხვიც. შეიძლება თევზების ზოდიაქოს ნიშნავებებს აღნიშნოთ, რომ აქ შეიძლება დაიცავოს ურთიერთობა თქვენსა და ევროპულ ადამიანებს შორის. დამყრიყოთ ცოტა ყურადღებით და აქ ის პერიოდი, როდესაც უკვე ინტრიგები, თქვენ საწინააღმდეგო ჭორები მეტად იჩენენ თავს, ეს ამისთვისაც უნდა იყოთ მზად, ამიტომ ენასწრაფელი დააჭირეთ, საიდუმლო დაიცავით. თვითრწმენა ცოტა კლებულობს თქვენი აი ამ ზეგავლენის შედეგად, თუმცა ენერგოტონუსი მატულობს პირიქით, ამიტომ ჯანმრთელობა უფრო მდგრადი ხდება, თქვენ უფრო აქტიური ხდებით, ენერგიული, უფრო ინიციატივიანი, ინტუიცია ძლიერდება, აი მასზე დაყრდნობით მოქმედეთ, გაცლებთ უფრო წარმატებული იქნებით, მაგრამ ფრთხილად ვიყოთ მგზავრობა მოგზაურობის შემთხვევაში. საქმიანი შეხვედრების დროს, ან საზოგადოების წინაშე გასვლის შემთხვევაში. რატომ? იმიტომ რომ აქ ზედმეტი სურვილი დავუშვათ ლაპარაკისა, ზედმეტი სურვილი იმისა, რომ თქვენ გათქვათ ზოგიერთი თქვენი საიდუმლო ინფორმაცია და ასე ვთქვათ, თქვენი გეგმებიც ასე ვთქვათ, წინ და წინ გამოამზაუროთ. აი შეიძლება გახდეს შემდგომი პრობლემების, ან სხვათა მხრიდან ამ თქვენი გეგმების ადრეული გამოყენების, ან თქვენ საწინააღმდეგო მოქმედების ერთ-ერთი მთავარი საწინააღმდეგო. ამიტომ საიდუმლოდ იმოქმედეთ. თუმცა ზოგადი კონტაქტებისთვის, შეხვედრებისთვის, მოლაპარაკებების საინტერესო ინფორმაციის მისაღებად, სწავლისთვის ეს პერიოდი ნამდვილად არ არის ცუდი პირიქით. კარგია, 20 მეტ ინფორმაციას ნუ გათქვავთ. ეს კარგია თქვენთვის 23-27 აპრილის პერიოდი, თუმცა 27 მაინც ფრთხილად გავიაროთ, იმიტომ რომ ახალმთვარეობაა და ცოტა მეტი ყურადღება საკუთარ ემოციას დაუთმოთ ამ პერიოდში და 21-25 აპრილის დღეები აშკარად არ ვარგა. დანარჩენი დღეები საშუალოა წარმატების კუთხით. ამ ინფორმაციით საუბრეთ სრულებით, მე გისურვებთ ბედნიერ კვირას, გემშვიდობებით, მომავალ შეხვედრამდე.